მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. შეგახსენებთ, ვინც არ იცის ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი, ჩაწერა ხდება. წინასწარ მაქსიმალურად სწრაფად ვღებულობ სულ ყველას იმ დღეს ან მეორე დღესვე რომ იცოდეთ. რაც შეეხება ძალიან დიდი მადლობა დობისთვის და საჩუქრებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგებო. შეგახსენებთ წლის პროგნოზი, ვისაც სურვილი აქვს, უნდა გააკეთოთ. ზოგადად ეს ნიშნავს იმას, რომ რა გაქვთ დასამუშავებელი, რა ენერგიებში გადავიდა. თქვენი ენერგია ჩვეულებრივად იგივე თანხებში მაქვს, არავით არის დამატებული, აქ მატრიცულად განვიხილა უკვე თქვენს ენერგიებს და რა თქმა უნდა ტაროც იქნება დამხმარე რომ იცოდეთ. შობის ღამე ძალიან კარგი არის სურვილებისთვის. ყველა ხვდებით ზოგადად ღვეზელით და სანთელით, რომელიც ფანჯარასთან უნდა დაანთოთ და ეს სურვილები შეგიძლიათ ჩამოწეროთ, ოღონდ სხვაზე არა, სხვა ადამიანს არ უნდა ეხებოდეს, თქვენ თავთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად ასრულდება ახლა. უკაცრავად. არარეალური სურვილები ახლა $1,000,000 და რაღაცა ესეთებს გააკეთებ, იმიტომ რომ ცოტა ადეკვატური უნდა იყოთ, მაგრამ ზოგადად სრულდება ყველა, ასე რომ ვთქვათ, სურვილი. უნდა დაწეროთ, მაქვს, მყავს და ასე შემდეგ, რაც თქვენ გინდათ, ჯანმრთელობა გინდათ თუ რაც გინდათ. რაც შეეხება დაწეროთ ფურცელზე და უბრალოდ შეინახოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ესე რომ ვთქვათ, ასრულებადი არის. მე პირადად შობას გაშლებსაც ვაკეთებ, იმიტომ რომ რიტუალები, გაშლები ძალიან კარგად მუშაობს შობის რომ იცოდეთ და ჯადოქრების ღამესაც უწოდებენ, ესე რომ ვთქვათ, შობის ღამეს. ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ესეთნაირად თქვენ თვითონ და აი გაშლები რაც შეეხება ვაკეთებ მე პირადად საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ყველაზე ასრულებადია, ცუდიც რო დაფიქსირდეს, რა თქმა უნდა არ ვაჟღერებ და აქ უკვე შემაქვს კორექტირება. ზოგჯერ არ უნდა დაემორჩილო რაღაცებს, ეს ტაროში პროგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება ჩემო კარგებო. ეს არის უბრალოდ უნდა მიიღოთ ეს დამხმარე ხელსაწყო და შეგიძლიათ შეცვალოთ. ყოველთვის შეიძლება შეიტანოთ თქვენ ცხოვრებაში, ასე რომ ვთქვათ, კორექტირება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დაპროგრამდეთ თქვენ ზუსტად ამ ენერგიით, დაუშვათ რაღაცა დაფიქსირდა და მერე აუცილებლად ასე მოხდება. არა, ასე არ არის, ეს არის დამხმარე ხელსაწყო, ეს შეგიძლიათ უბრალოდ გამოიყენოთ ისეთნაირად, თუ რაღაცა დაუშვათ ცუდი ან არ მოგეწონებათ ან არ გინდათ, გააკეთოთ კორექტირება ცხოვრებაშიც. რა თქმა უნდა, გაფრთხილებები, როდესაც ეძლევა ადამიანს, მე ერთ-ერთ ახლა ყოველთვის მახსოვს, გაფრთხილება მივეცი ერთ-ერთ ქალბატონს, სხვათა შორის შვილზე, არაფერი კაცო, მან ყველაფერი რიგზეა, იქეთ-აქეთ და მერე გამოვიდა ისე, რომ ბავშვს ჯანმრთელობის ფსიქიკური პრობლემა აღმოაჩნდა და ისე რომ ვთქვათ, დაიღუპა. არავის არ გისურვებთ, მაგრამ შესაძლებელია როგორი ტექსტი მომწერა იცი, დავისაჯე და არავითარ შემთხვევაში ხალხმა არავინ არაფრით არ ისჯება და მით უმეტეს ამ რაღაცეებით თქვენ არ ისჯებით, ეს არის მოდი ასე ვთქვათ, სხვა შეცდომები და არა ის, რომ დაუშვათ ტარო გაშალეთ, არა ჩემო კარგებო და ან თუნდაც რაღაცა, ეს არის უკვე სხვა შეცდომები, თუ კი ესეთი დიდი ტკივილი უნდა გადაიტანოს ადამიანმა და არის კიდევ ერთი რაღაც უყურადღებობა. ძალიან დიდი ბოდიში. ეხლა ვიღაცებს შეიძლება გულზე მოხვდეთ, მაგრამ მით უმეტეს, როდესაც პირდაპირ ვაძლევ ადამიანს, ასე ვთქვათ, მინიშნებას, შენიშვნას, გაამახვილე ყურადღება, მიაქციე ყურადღება, უნდა ეს
გაითვალისწინოთ, იმისთვის მოდიხართ აქ. არ მოსულა, არც დაუშვათ ჩვილის თემაზე, სულ სხვა საკითხზე იყო ადამიანი მოსული, მაგრამ მე თვითონ გავუკეთე აქცენტი ჩემით. იმიტომ რომ მიფიქსირდებოდა რა არის ეს რა არის და ესე ყურადღება მიაქცეთ. ერთ-ერთი ქალბატონს ისტერიკა დაემართა კიდე და მე საერთოდ აღარ შემეღმია და ვაიმეო ჩემ შულს რაღაც ბიჭო. ეს ისტერიკა კი არ უნდა დაგემართო და მე კი არ უნდა დამეყაროთ ისტერიკა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზუსტად ის ცუდი რაღაცა არ მოხდეს. შეიტანოთ კორექტირება. ამას ნიშნავს ეს ყველაფერი. რაც შეიძლება შობასთან დაკავშირებით გითხრათ, არიცი ხო, ეს ჩემი ცხენი არ მინახვებია, ხო, მე თქვენთვის საერთოდ ბუქსი არ მინახვებია, დამავიწყდა. ძალიან კარგი ლამაზი არის. ერთ-ერთი ადამიანი, ხო, ერთი ბუქსი დამჩაკას ეგზავნი, აუცილებლად გამოგიგზავნი, იქაც ეს ასეთი ბარაქის ლატუნის არის ძალიან პატარა, მაგრამ სამაგიეროდ ბიუჯეტურია. ხო, იმიტომ რომ დიდი ლატუნის ცხენი 2000-ები ღირს და ადგილიც არა მაქვს ახლა თან რაც მინდა, მე ხო ცხენი წელიწადში არა ვარ დაბადებული, ახლა ჩემი რომ იყოს კიდე ხო. ამიტომ ვფიქრობ საკმარისი არის. ბარაქის ქისა აქვს თან რა იმად გადავედი. თვითონ აღფრთოვანებული ვარ. კარგით, ნახოთ რჩევა. მე უკვე დავიწყე გავაკეთე გაშლა გადაფასება. ნახე დავიწყე დაჯამებით, რა გადაფასებით, დაფიქრებით, სურვილების ეს ფაქტიურად წელიწადი რაც დაიწყო სურვილების ჩათქმა, ეს ყველაფერი, ეს არის ეხლა არის ისეთი პერიოდი ზოგადად ყველაფერი არის მიძინებული ენერგიები. ეხლა რიტუალებიც მანდა მაინც არ არის იმდენად აქტიური რომ იცოდეთ. რამე დაუშვათ ბარაქის რიტუალი თუ გინდათ დაუშვათ მერე გააქტიურდება. ეხლა გაკეთებულები მერეს გაზაფხულთან ერთად გაიღვიძებს და გააქტიურდება ნებისმიერი რიტუალი. სასიყვარულოა თუ ნებისმიერი რაც არის რომ იცოდეთ, იმიტომ რომ ეხლა ბუნებას ძინავს ჩემო კარგებო. ეხლა ყველაფერი სამთარია. ჩათვალეთ რომ აი ეს ეხლა არის ის პერიოდი თითქოს რომ უნდა უფრო დამშვიდდეთ, დალაგდეთ, დასრულდა რაღაც, აი ეს მიიღოთ ის შედეგები, რაც მთელი წელი იშრომეთ და დაიწყო თვე და ნახეთ, გეუბნებით ეხლა საშობაოდ ხო ეს სურვილები უნდა ჩაიფიქროთ, მანამდე კიდევ საახალწლო სურვილები, კიდევ არის ესე პატარ-პატარა დღეები, რაღაცა პირველი მთვარე, სავსე მთვარე იყო, ესეთ სურვილებისთვის ძალიან კარგი არის, ვინც გამოიყენა 17-მდე. არ გამიჟღერებია, გადამავიწყდა. ცოტა მეტი აქტიურები რომ იყოთ, გამახსენდებოდა. აბა ჩემ თავს ხომ არ დავსჭიო, ისე გამომივიდა ეხლა, არა და თქვენ არაფერ შუაში არ ხართ. და შესაბამისად, ნახეთ, აი ეს მომენტები, როდესაც ამას ყველაფერს უკვე იწყებ გააქტიურებას, ხო, ეს არის ზუსტად ის ჩაფიქრება ახლა რიტუალებზე არა მაქვს საუბარი, აი თქვენი განწყობა, როგორი კარგი განწყობით შეხვდით დაუშვათ ახალ წელს, ხო, ეს რაღაც პატარა ესე რომ თქვა რჩევების სახით დაფიქსირდა, ესენი ყველაფერი არის წინა სამზადისი ჩემო-კარგებო იმისთვის, რომ ზუსტად ეს გაზაფხული რო დასრულდება, ეს ენერგიები ყველაფერი გაიხსნას, რიტუალი გააკეთეთ, სიტყვაზე წმენდა გააკეთეთ, სურვილი ჩაიფიქრეთ თუ რაღაცა ეს რაც მოამზადეთ, რომ ამ ყველაფერმა გამოიყოს შემდეგ გაიფურჩკნოს, აი ყვავილებთან ერთად როგორც ყვავილი არის, მცენარეები გაიღვიძებს და შემდეგ მიიღებთ მოსავალს. აი ესეთნაირად მუშაობს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერე და შეიძლება რაღაც სურვილების ჩაფიქრება და ძალიან კარგი თვეები მოდის სხვათა შორის და ერთი თვეებზე ვიფიქრე გავაკეთო ჩანაწერი, იმიტომ რომ
არ დამიფიქსირებია არსად რომ ვინმე საუბრობდეს და ამიტომ ვფიქრობ რომ უცხო და ახალი იქნება ჩემი მხრიდან ცოტა არ მიყვარს და არ არის სასიამოვნო რაღაც დისკომფორტს გრძნობს სხვაგან რომ მოვისმენ ინფორმაციას იგივე ინფორმაციებზე მე დავიწყო შემდეგ საუბარი ხო ამიტომ ამ საკითხის გაჟღერება შეიძლება ძალიან კარგი თვეები მოდის სხვათა შორის და სხვათა შორის წელს იქნება ცეცხლოვანი წელიწადი მთვარე ცეცხლოვანი მთვარე უნდა იყოს აი ამიტომ ძალიან შეიძლება კიდევ რა თქმა უნდა რიტუალების კეთება წმენდები მთელი წლის განმავლობაში ბარაქისთვის მაგრამ რისი თქვა მინდა წინასამზადისი მაინც ეხლა არის ამიტომ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. შემდეგ უკვე ნელ-ნელა ახლა წლის პროგნოზს გავაკეთე, მაგრამ შეგადაშიგი იქნება, რა თქმა უნდა, შეცვლა, კორექტირება და თვეების მიხედვით კიდე სხვადასხვა ცვლილებები, ხო? ყველასთან ისე ხო არ არის ერთფეროვნად და რუტინულად ცხოვრება. რაღაცასთან 100 წლების განმავლობაში, რაღაცასთან კი ძალიან პირიქით მოძრაობაში არის, ხო? მოძრაობა ეს ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ უნდა შეეცადოთ თქვენ თვითონაც იმოძრავოთ ენერგია, იმიტომ რომ ზოგადად ეს წელიწადი იმდენად ენერგიული, ძლიერი არის, მე ვფიქრობ, რომ წესით უკვე უნდა გრძნობდეთ, ამას მე პირადად უგრძნობ სხვათა შორის. რომ არ უყვარს შეჩერება, არ უყვარს ზარმაცუნა პოზიცია, არ უყვარს მერეს პოზიცია. პირიქით, რაც მეტ შრომას, რაც მეტ ენერგიას დახარჯებთ, რაც მეტი ესე რომ ვთქვათ, აქტიური იქნებით, მით მეტი, ასე ვთქვათ, შედეგიანი წელიწადი გექნება. ზოგადად ძალიან კარგი წელია იმის მხრივ, რომ თვითონ ნუმეროლოგიურადაც რომ გადახედოთ, ჩათვალეთ, რომ შეგიძლიათ აი ის ოცნებები, რაც დაუშვათ არ აღსრულებია და აისრულოთ, თუ კი, რა თქმა უნდა, სწორად წაყვებით წელიწადს, ხო? და გაითვალისწინებთ, რა თქმა უნდა. ასევე შეგიძლიათ დაუშვათ რაც დაბლოკილი იყო თქვენში არ გამოგდიოდათ აი ეს არხები ეს გზები გაიხსნათ ამის შანსს გაძლევთ წლევანდელი წელიწადი ზოგადად მე ახლა რა თქმა უნდა ასტროლოგია არა ვარ მაგრამ ეს არის ნახეთ ასტროლოგიურად არც განვიხილავ მე რაც მიფიქსირდება იმიტომ რომ ზუსტად ვიტყვი ადამიანთან რაც მე ტაროში ვუთხარი შემდეგ მატრიცულად რო განვიხილე ამ ადამიანის მდგომარეობა იგივე დამფიქსირდა თავსებადობაზე მქონდა სხვათა შორის პიროვნებას და რამდენად თავსებადობა იყო და ესე ჩვეულებრივად მოვიდა პირდაპირ ჩავურთე არც დიდი ხანი ჩაწერა არ ყოფილა ანუ იმის დრო არ მქონდა რომ მე მართლა მატრიცულად გადამეხედა მისი მონაცემებისთვის მაგას დრო სჭირდება რომ იცოდეთ რო იქ დავთვალო რაღაცეები და ახლა მაგაზე აღარ გადავხვევ როგორ ვაკეთებ და შესაბამისად რაც დამფიქსირდა ტაროში ეს ყველაფერი ვთქვა მე მითხრა რომ გამეკეთე ეს მატრიცაც ავდექი და გავუკეთე თავსებადობა და იგივე დაფიქსირდა იქაც ავდექი მე და ვუთხრა რომ აი კარმულში რაც მე ტაროში დავფიქსირი ადამიანს მატრიცულად რომ მითხრა მე ადექი გამიკეთე მაინტერესებს რაღაცა იგივე დავფიქსირდა იქაც ან ტაროს ვკითხულობ ზუსტად მაგდონეზე ჩემოკარგებო. წლის პროგნოზი მე რომ გავაკეთე და ვამბობ რაღაცა ესე ვთქვი, მე მოვისმინე სხვებიც რაღა ამბობენ დაუშვათ ეს შემხვდებიან გინდა არ გინდა სკროლის დროს ხო და ყური გინდა არ გინდა გაგექცევა, იგივე დამფიქსირენ. ამიტომ ნახეთ როგორ არის ყველანაირი გზა პოტენციალი ესე რომ ვთქვათ გახსნილი არის. თუ კი რა თქმა უნდა სწორად გამოიყენებთ ამ ენერგიებს. თუ ეხლა არ გამოიყენებთ და უი მაინც ასე იქნება იტყვით, მაშინ ვერაფერს ვერ შეგვერდებით. რჩევაში აი ზუსტად ეს არის, ნახოთ კიდევ ჩემოკარგებო, აი რჩევა ზუსტად ეს არის შესაძლებელია
რაღაც იყოს წარსული ცოდნა, წარსული მეგობარი, წარსულში რაღაც ინფორმაცია, ამ წარსულიდან მიღებული ინფორმაცია შესაძლებელია, ზუსტად ეს ყველაფერი დაგეხმაროთ კომუნიკაცია სხვათა შორის. მე აქ გეტყოდით, რომ ძალიან კარგადაც ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, ეს ენერგიულობა და დაცვა გაიძლიერეთ ცოტა. რაღაცა სჭირდება დაცვის გაძლიერება და აი როგორ არის გადადიხართ უკვე ნაყოფიერებაში, ნაყოფიერება შეგროვება შეიძლება რაღაცის ან ინფორმაციის ან თუნდაც მეგობრების ესეც არის ხო, თუნდაც კარგი დავუშვათ კეთილგანწყობილი საზოგადოება შენს მხრივ ამასაც შეგროვება დრო და ენერგია სჭირდება, ეს არ არის უცებ მოსაპოვებელი, თუნდაც ის მეგობრები ხო, საზოგადოება, ასევე ფინანსები, ასევე შესაძლოა ვიღაცა კოლექციონერიც იყოს. რაღაცას აგროვებთ და იმიტომ. მაგრამ ეს კოლექციონერი მე ვატყობ ახალია ვიღაცა. და ნაყოფიერება, რაც მოგიტანთ კმაყოფილებას. ენერგია. შეხედე მაინც ეს რა მოვიდა. რაღაცა გეკითხესავთ აქ. იცით რა არის? არავის არ დაუთმოთ თქვენი ენერგია ზედმეტად. ეჭვიანობს, იეჭვიანე, რა ქვია, ჩხუბობს, იჩხუბოს, არ გაქცევს ყურადღებას, ნუ გაქცევთ, ესეთი დაიკავეთ აქ. არნაირად თქვენი ენერგია არ გაუნაწილოთ არავის. არ უნდა, ნუ გინდა. შეგიძლიათ შემოაგინოთ კიდეც ერთი გემრიელად, ქართულად, კაი 25 სართულიანი. ესეთნაირად უნდა მოიქცეთ აქ ჩემო კარგებო. იმიტომ რომ თუ გინდათ ზუსტად თქვენ წარმატებას მიაღწიოთ რა იყო ჩამიფომფოლდი და აი თუ გინდათ რომ მიაღწიოთ წარმატებას, აი ზუსტად ეს სტაბილურობა. სხვათა შორის აქ არ არის გამორიცხული საჩუქრებიც მიიღოთ. ბატონო, რაღაც არის, მაინც ნახეთ, თითქოს გაწუხებთ, მაგრამ ეს ზუსტად ის ადამიანია, ვინც შორიდან მე ასე ვიტყოდი რაღაც გითვალ, თან შეიძლება ეჭვიანობს, ან თქვენ რაღაც ისე ხართ დამოკიდებული, თქვენ არა ხართ. ეს არ არის დამოკიდებულება, მაგრამ ხანდახან მომენტალურად რაღაცნაირად ესე რომ თქვა სევდა მოდის და ეს სევდა მოიშორეთ. ეს არის ერთგვარი ბლოკი. მოდი ასე გეტყოდით. რა არის თუნდაც ეს ბლოკები? აიგონეთ რა იყო ამ შვაღამეზე, რა ვიცი, ჯარიმდება 2 საათია და თუ ჯარიმდებიან მე რო წავიდე დამადგება უცებ მილიცია თავზე და ნახეთ ესეთი ფორმით. რა არის ბლოკი? ბლოკი არის ზუსტად ის მომენტი, რაც დავუშვათ ის წარსულში, რაც თქვენ გულის ტკივილი მიიღეთ, დაგრჩა თქვენში და აი მომენტალურად იწვევს თუნდაც შეშფოთებას. დავუშვათ ვიღაცას, ახლა მოდი ასე ვთქვათ, მამამ აწყენინა, ან დედამ აწყენინა, ხო? რაღაცა იყო ოჯახური, ესე რომ ვთქვათ, პრობლემა, ეს დარჩა ადამიანში ტკივილად და ეს ტკივილი ვერ გაუშვა, ვერ მოიშორა. ეს არის ბლოკი უკვე, ჩათვალეთ. რომელიც შემდეგ წვალობ და არ გამოგდით რაღაც, ამიტომ ეს ბლოკები უნდა მოიშოროთ. შესაძლებელია პირად ურთიერთობაშიც ვიღაცამ გააწყენინათ, ბრაზობთ რაღაცა, ეს უკვე ამ ადამიანმა რაღაცა იქ ზუსტად ესეც ბლოკი არის. ნახეთ, უნდა განთავისუფლდეთ ამ ენერგიებიდან.
ყველანაირი ტკივილიდან, იმიტომ რომ მე იქ ან ფინანსებში დაიბლოკებით ან რაღაცაში ან რაღაც შეღაზე ყველაფერი კარგად და მომენტალურად მე რაღაცა იცვლება. ყველა თითქოს დალაგდა მიდიხარ მომენტალურად იცვლება, იმიტომ რომ მომენტალურად გაფიქრდებათ ან გახსენდებათ რაღაცამ გაგახსენათ ის ტკივილი. გაიგეთ და შესაბამისად ჩაიხურა რაღაც. ასევე შესაძლებელია ეს იყოს შიში. შიში ნახეთ ფინანსების ან პირადი ურთიერთობის ან რაღაცის. აი ესეთი მომენტი, რომ აი მე არის ხო ადამიანი დავუშვათ, აი კარგად მიდის ყველაფერი და მე ვაიმე მართლა ესე კარგად რომ მიდის, რამე არ მოხდეს. აი თუნდაც ბევრს რომ მიცინის ადამიანი და ვაიმე რამე არ მოხდეს, ახლა იმდენს ვიცინიან რაღაც. ეს არის უკვე ჩათვალეთ, რომ თქვენ უკვე გააგზავნეთ სხივი რომ რაღაცა მოხდეს. ეს არის ზუსტად წინაპირობა დაბლოკვის საკუთარი თავის. არც ჯადო, არც არავინ, არც არაფერი თქვენში არის ეს. აი ამიტომ ეს უნდა დააფიქსიროთ საკუთარ თავში ესეთი პრობლემები და უნდა იმუშაოთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე всё, კაცო, მომშორდი იქიდან წადი არ მინდა ეს ბლოკი. თქვენ თავს თქვენ თვითონ ნაუთხრათ, ხო? დამანებ ეგაც თავი. всё, ვანეიტრალებ, რაც ჩემი არ არის, ვუშვებ, ჩემთან არ რჩება. ნახეთ, რაც ჩემია, ჩემთან დარჩება. ესეთი სიტყვები მარტივით, მაგრამ ძალიან ეფექტური. სხვათა შორის, რომელიც ნამდვილად მუშაობს. აი დაუშვათ რაღაცა ძალიან კარგად მიდის, თუნდაც ვინმე კეთილგანწყობილი არის და მერე უცებ მომენტალურად შეგექნებათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ რამე არ მოხდეს, ან ნეტა რატო არის ასევა, რაღაცა შიშინაგანი შიში წამოვა, ხო? თუნდაც ურთიერთობაზე, რომ ეხლა ეს ადამიანი ესე იზამს, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან კარგი განწყობით მოდის, მაგრამ თქვენ უკვე უქმნით წინაპირობას, თითქოს უბიძგებთ ამ ადამიანს ენერგეტიკა გავშვით, ესე მოიქეცი, ესე ქენი. უხილავად, ეს არის ტელეპათიური კავშირი უკვე. დაამყარეთ ამ ადამიანთან, ხო? მე იტყვით, რომ მაგიური შესაძლებლობები არ მაქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, გქონიათ თურმე. თუ კი ეს ხდება ვიღაცასთან, ნუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა თქვენ მე რიტუალები ისინი ყველაფერს უნდა შეეხოთ სიმბოლოებს. არა, ესეც ერთგვარი ძალაა, ენერგია, ჩემო კარგო, რომელსაც თქვენ გამოყოფთ და ეს ენერგია არის ზუსტად თქვენს ირგვლივ რაც ტრიალებს. მე თქვენ გამოყავით ეს ენერგია. სად არის პრობლემა? მოდის ადამიანი მეუბნება, ჯადო არა, კაკაცო ჯადო. აუ, გინდათ ვარ ჯადო, რანაირად არ არის ჯადო. ეს არის თქვენი ენერგია უკვე, რომელიც ესე რომ ვთქვათ, საკუთარ თავი ჩასვით რაღაცა იმაში, ესე რომ ვთქვათ, ჩარჩოებში და всё, აღარ აძლევთ გასაქანს და მე ეძებთ სხვაგან. უზრდელად რო ვთქვა ახლა. ვიხდით ხო? ესე გამოდის, ხო? მე სხვაგან ეძებთ პრობლემას. არა შეხება დანარჩენი. აი იცით რა არის, ეს უბრალოდ უნდა დააფიქსიროთ საკუთარ თავში. როდესაც უკვე დააფიქსირებთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უკვე მე თავს თქვენ თვითონ, ესე რომ ვთქვათ, კურნავთ. აღარ გჭირდება სხვა რაღაცები, არა. უკვე თქვენ იცით პრობლემა. ხო, აი ამიტომ ეხლა რატომ არის ეს დავუშვათ ტარო დასჯადი. თქვენ უკვე ნახეთ, მე ამის საშუალებით მოგაწოდეთ, თქვენ მოდი რაღაცა ინფორმაცია, ის რომელიც დაგეხმარებათ პირიქით და ნახეთ, ეს ხელსაწყო, მოდი მე გამოვიყენე ისეთი ფორმით, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ და ეს დასჯადი არ არის დასჯადი. ჩვენს ირგვლივ ყველაფერი იარაღი არის. მოდი ასე ვთქვათ, ეხლა ნემსი იარაღია. Suda tu გამოიყენებ, დანა იარაღია, ჩანგალი იარაღია, მაგიდაზე რომ დაჭდე, მოდით, მინის, თებში დევს მინის, ჭიქა, ბოთლი რაღაც ხონდებს, იარაღია ეს ყველაფერი. თუ თქვენ ახლა ამას აგრესიულად გამოიყენებთ, მიხვდით, ხო? თავისთავად, მაგრამ სინამდვილეში ახლა თითქოს სამზარეულოში ხართ და საკვებს მიირთმევთ, სუფრა გაიწყო. ესე ჩანს. უბრალოდ ეს არის, რომ ზუსტად ეს ყველაფერი თითქოს რაღაც, რადგანაც ეზოთერიკა და ეს ასეთი რაღაცა ქვია, ეს აფრთხობს საზოგადოებას და მე საერთოდ არ მინდა დამფრთხალი საზოგადოება და ეშინოდეს ვიღაცას ჩემი. არა, ჩემთან ჩვეულებრივად უნდა ელაპარაკოთ, თუმცა აქეთ შეშინება არ უნდა შეცვალო. მაგნაირიც ყოფილა, აქეთ რო გაშინებს ვიღაცა და მაშინ უკვე ბიჭო
მაშინ უკვე კითხავსო რა იყო და მე დანილბობიერი ვარ თქო ხო ამიტომ როგორ გამოიყენებთ ამ ყველაფერს ჩემო კარგებო და არა ისე რომ კი ბატონო ნემსითაც შეიძლება მოწამლო ადამიანი ბულავკითაც შეიძლება რაღაცა გაფუჭებაზე თუ ვიფიქრებთ ხო ნებისმიერი ასანთიც ის არის რა ქვია მოდი ასე ვთქვათ იარაღი მოდი ასანთი არ არის იარაღი რა თქმა უნდა იარაღია მანქანაც იარაღია თუ ცუდად გამოიყენებს ან რაღაც დაუკვირვებლობას გამოიჩენს ადამიანი, ხო? ასე რომ ესეთი მიდგომა თქვენ თუ ესეთი ენერგეტიკას შექმნით, რომ ეს აქცევს ქვეყანას, დავუშვათ ტარო ან რაღაც წმენდა გააკეთეთ ან რა ვიცი დაცვა გააკეთეთ თუ გინდა ვიღაცას რა ვიცი გაუგზავნეთ ბუმერანგი, გამოდის რომ მართლა დააქციეთ ქვეყანა. მაგრამ თქვენ თუ ამას შეხედავთ ცოტა მეტი მობიერად და ისე რომ არა ეს არის უბრალოდ საჭირო ინფორმაცია უნდა ავიღო მე აქიდან რომ უკეთესად განავითარო ჩემი თავი და ვიპოვო დავუშვათ ეს გამოსავალი ეს რაღაცა პრობლემები რაღაც სხვა თვალი სხვა კუთხით იქნებ რაღაცას ვერ ვამჩნევ აი ესე უნდა შეხედოთ მე იმას არ გეუბნები თქვენ არ იცით ჩემზე უკეთესად იცით აქ ბევრმა ისეთები ხართ კონსულტაციაზე რომ მოდიხართ იქ იქით მეუბნები მითი ერთი ვითხარი რა ვეთქო კი მქონია ესეთი მომენტი კაცო და ეხლა რაც სიმართლეა ის უნდა ვთქვა იქით მითქვი ადამიანისთვის ხო და ამიტომ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ თქვენ არიცით არა უბრალოდ ეს არის მსჯელობა ერთგვარი საუბარი განხილვა შეიძლება რაღაცა გამოგჩათ თქვენ ყველა მხრივ, მაგრამ ერთი რაღაცა ზუსტად ის ერთი საკითხი, ის ერთი საკვანძო სიტყვა მოგაწოდოთ, რომელიც დავუშვათ ვერ გაიაზრეთ. არის ყოფილა ისეთი შემთხვევაც, მოდის ადამიანი უბრალოდ არ აყავს არავინ ესე რომ ვთქვათ, ირგვლივ ისაც გაუზიარებს რაღაცა ცოტა დაელაპარაკება, ან გულს ამოყრის, ხო? ყველაფერი კარგად იცის. შედეგიც კარგად იცის, რა ჩაიდინა სიტყვას, თვითონ ჩაიდინა შეიძლება რაღაც შეცდომ. ყველაფერს მიხვდა, გაიასნა ესე რომ ვთქვათ, გაიაზრა, ხო? მაგრამ საუბარი უნდა და მოდის მხოლოდ ამისთვის, კი ბატონო. ესეც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, ხო და პირდაპირ მეუბნება ნინო გაშლდა რაღაცა კი არა, უბრალოდ მინდოდა რაღაცა დამელაპარაკა და ნუ თუ შევძელი ხა რაღაცა უთხარი სასარგებლო უთხართ არა და აი ეს თემა არის ჩემო კარგებო. ასე რომ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია, ეს რჩევები გაითვალისწინოთ და არ დაიგრუზოთ, მით უმეტეს რა ვიცი მე ვიღაცები რომ გამოდიან და ისეთ რაღაცებს საუბრობენ. სულ გამახსენდება უნდა უყუროთ ჩოხარაძე არის ხოთა შორის რომ დაიჭერენ და სასამართლოზე წარადგენენ და ესე იგი ბრალდება არის ესეთი ღამეშიო რა ვიცი 12ჯერო თუ რა ვიცი 9ჯერ გამაუპატიურაო გოგო ამბობს ბანკის მართველი გამოვიდა ესო რა ქვია ბანკი გაძარცვაო ერთი ახმახი კაცი გამოვიდა მცემაო ამანო ეს ჯერ თავიდან ეს იძახის უყურეთ თუ არ იცით ეს სკეჩი არის პატარა მოძებნეთ ჩოხარაძეზე ძველი სკეჩი არის და ჯერ თავიდან უარყოფს არაბი არ გამიკეთებია ბატონო კანკალებს მე ახმახი კაცი რო გამოვიდა ამან მეცა თქვენ რა ხდებაო აქო ხდება მე გაგაუპატიურა შამდენჯერო გაემართება წერში ყვარყვარესავით ყვარყვარო ფეხს დააბაკუნებს მეორე ბანკი გავძარცვეო კიდე უფრო გაემართება შენ გაგლახეო და შემოერდგავს დოინჯე კი მე გავაკეთე მე გავაკეთე შეგაგიმორჯოს ვარდო აი ისეთი რაღაცა მემართება მე რო ვისმენ ეზოთერიკოსებს რომ ახასიათებს ზოგიერთები და მოვიწყდა ერთი რომელი არის ის გვერდი დაუბლოკე კაცობობის შალანერვები გამოვიდა და ისეთი რაღაცები ლაპარაკა ტაროზე და ისაო გვერდითო ისინი ჩურჩულებენო ასე ჩურჩულებენო იმენა გასულია ამ ქვეყნიდან და ვერ ხვდება საწყალი სხვაზე ლაპარაკობს ესე და ასე არის ასეთი რეაქცია მქონდა გაიგეთ ყალმნარ ისეთ გვამ და ამიტომ ესეთ რა ვიცი მე იდიოტობას მოусმენ ყველას მოусმენ
ძალიან სასაცილოა. იცით რა არის? იმ წუთში თითქოს ნერვებობიშალობა მის ვერე ყოველთვის ასე და სულ ასე გამეცინება. იმიტომ ეს არის აბსურდი, არარეალური. ვიცი, ეს არის მისი რაღაცა წარმოდგენა, ვინ შეაშინას ესასწავლო. შეშინებულის გამოლოცონდა. ეგ მომენტი არის მეტი არაფერი. კი, რა თქმა უნდა, ძალებთან აქ არის ურთიერთობა ყველაფერი, მაგრამ მოდი ასე გეტყვით მე, ვისაც ძალა აქვს სინამდვილეში და თუნდაც ის ნათელმხილველები რო გამოდიან, არ არიან ესენი, მე ვისაუბრებ მაგ ნათელმხილველებზეც. ახლა გაშლაში არ მინდა ჩავრთო, მაგრამ არ არის ასე. იმიტომ რომ ვისაც ეს ნათელის ხილვა აქვს, ვისაც რეალურად ძალა აქვს, ვისაც მართლა რაღაც ის გამკეთებელია, ესეთნაირად არც მუქარაზე გადადის, არც ესე პირდაპირ დაიწერს იავნად და გამოვადა ლაივებში, ვითომ ყველას რო ხედავს ინფორმაციას ვეუბნება, ეს არის ძალიან კარგი შოუ, შეფუთული, აგიხსნით მაგას რა როგორ არის, სპეციალურ ესე ჩაწერას გავაკეთებ. თუ არ დამავიწყდა, შემახსენეთ. მომწერეთ, შემახსენეთ, იმდენად შეგვირდით ახლა. ხო? ეს რა ქვია? ამიტომ ამას აგიხსნით. ესე არ ხდება სინამდვილეში. აუცილებლად ესეთი ხალხი არიან ძალიან, ესე რომ თქვა, დინჯი, ძალიან მშვიდი, ძალიან თავისთვის და ესეთნაირად რომ მიცოდეთ. ასე არის ეს. ის ვინც მეც ბრახუნობს რაც ჭექავს იმდენი არ წვიმსო რაღაც ესე გამონათქვამი რომ არის, ეგ მომენტი არის ზუსტად. ამდენი გააელვებს იმდენი არ წვიმსო თუ რაღაც ეს გამონათქვამი ხომ არის? ეს არის ზუსტად. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი არ შეგეშინდეთ, ნუ შეგეშინდებათ. და ნუ შექმნით, მოდი ასე რომ ვთქვათ, და რა ქვიან რაღაცა უბრალო წერტილიდან თუ რაღაცა ჭიანჭველადან სპილოს. ამას გეტყოდით. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ შობას გისურვებთ, იმედია ჩავწერ კიდევ რაღაცა შობამდე. დროებით.